საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. აი ჩემო ძვირფასებო, ეხლა რატომღაც მომინდა საჯარო გაშლა გამეკეთებინა თქვენს პარტნიორზე და გაგვიგო ის რომ საშუალება რომ ქონოდა რას გეტყოდათ, აი რისი თქმა უნდა თქვენს პარტნიორს. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ეხლა რისი თქმა უნდა მას. და ვნახოთ ეხლა რა ხდება მასთან, როგორ ენერგიებშია, ძალიან არეულდარეულია, ძალიან ცუდათაა, უსამართლობას გრძნობს, საკუთარი თავის სასარგებლოდ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც გამოიყენა და მოკლედ დამარცხდა, როგორც იტყვიან და უნდა რომ თავისი ბედი კიდევ სცადოს. რაღაც დამოკიდებულებაზე საუბრობს. დამოკიდებულია ოჯახზე, თუ კი ქორწინებაში იმყოფება ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა იქ. აი იქ აქ უბედური ქორწინება, უბედური ურთიერთობა. მოტყუებულია ეს ადამიანი თავისი საქციელით, თავისი ბავშვური ქმედებებით, თავის მხოლოდ რაღაც სექსუალური და აი როგორ გითხრათ, მხოლოდ ურთიერთობაზე საუბრობს, რაღაცნაირ ურთიერთობაზე, უპასუხისმგებლო ურთიერთობაზე და ფიქრობს ეხლა ამაზე, რომ სად დააშავა და სად შეცდა. თუმცა უნდოდა ამ ადამიანს რაღაც ხვავი და ბარაქა სიკეთე უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა ჩემო ძვირფასებო. ეხლა აქვს კამათი და ჩხუბი და არეულობა, უნდა რომ დაივიწყოს წარსული, მაგრამ აი ვერ ახერხებს, თუმცა ამბობს რომ დრო მკურნალიაო. მოდი ეხლა მე გავაგრძელებ გაშლას, თუ კი ემთხვევა თქვენი პარტნიორის საქციელს, გააგრძელეთ ყურება. რას გეტყოდათ, რისი თქმა უნდა? ჩემო ძვირფასებო, ჩემი მეორე დასტა მინდოდა მომემზადებინა და ამოვარდა ეს კარტი, აქ აწერია მხარდაჭერა, გვერდში დგომა, აი ურთიერთობის გაახლება, გაგრძელება და რაღაც გზების გამონახვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა უთქვენოდ და უნდა რომ აი სულიერი ძალა იპოვოს ამ ადამიანმა, სულიერად დადგეს ფეხზე და თქვენამდე მოვიდეს. აი ესეთი კარტია და ქვემოდან არის დამსახურებული, აი როგორ ვთქვა, დამსახურებული დავერი არის ღმერთო მავიწყდება უკვე ყველაფერი, მოკლედ თქვენთან უნდა ურთიერთობის გაგრძელება, თქვენ ხართ მისთვის ძალიან ფასეული და ღირებული ადამიანი, აი თქვენი ნდობის მოპოვება უნდა ამ ადამიანს, გაერთიანება უნდა, ამ კარტით აუცილებლად გავაგრძელებ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი თქმა უნდა რაღაცის და მოდი დავიწყოთ, რას გეტყოდათ. გეტყოდათ იმას, რომ საკუთარი თავის სასარგებლოდ ძალიან ბევრი ხერხი გამოვიყენე, წინააღმდეგიო, თქვენ და საწინააღმდეგოდ. დღევანდელ ეტაპზე ძალიან დიდი პრობლემები და სირთულეები მაქვს, რასაც ვერ ვახერხებ მოგვარებას. ძალიან ბევრი კონფლიქტი აქვს უკვე და ამ ადამიანს გაუცხოება აქვს. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი პარტნიორი იყოს უცხოელიც, ან უცხოეთში იყოს, ან თქვენ იყოთ უცხოეთში. მოკლედ გაუცხოებაზე, უცხოობაზე საუბრობს. თქვენ ხართ მისთვის ძალიან ისეთი თბილი და სიმპათიური და ძალიან გამგებიანი ადამიანი, საუბრობს თქვენზე ძალიან დადებითად, გამოხატავთ სხვების მიმართ ძალიან დიდ გრძნობას და თქვენ ძალიან დიდი ემოციებით იყავით მის მიმართ. გეტყოდათ იმას, რომ რაღაც ახალი ინტერესები აქვს და რაღაც ახალი სურვილები აქვს თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი ეს ბალანსი უნდა რომ აი მეგობრებო, მოაგვაროს თქვენ შორის ბალანსი, მოლაპარაკება უნდა ამ ადამიანს. კი ჰარმონიის შენარჩუნება უნდა და სიმშვიდის და უფალსე ვედრება ამისთვის შველას. ჩემო ძვირფასებო, მე ეხლა გავაგრძელებ მეორე დასტით, აი ამ დასტით, რომელიც ამომივარდა და მინდა ამ დასტით ვისაუბრო. კი ძალიან ღირებული ხართ მისთვის, ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენამდე მოვიდეს, გამოვიდეს ამ გამოუვალი სიტუაციიდან და აი რაღაც პრობლემები მოაგვაროს თქვენ შორის. კიდევ რას გეტყოდათ, რისი თქმა უნდა, აი კარტი ამომივარდა. იმის თქმა უნდა, რომ უარი თქვა თქვენზე და ეს იყო ზედაპირული რაღაც, ზედაპირულად, ეს იყო არაგულწრფელი.
არაგულწრფელი საქციელი, არაგულწრფელი ურთიერთობა თქვენს მიმართ, რის გამოც ახლა ძალა გამოლეულია თქვენი პარტნიორი და ძალიან ენატრებით. აი ხელფეხ შეკრული ვარო ამბობს და ვერაფერს ვერ ვაკეთებო, თუმცა დაბრუნება მინდა და კიდევ მეორე შანსი მინდა ავიღო შენგან და სამყაროდან და მინდა რომ აი შემოვაატრიალო და გავაუმჯობესო ურთიერთობა. გული მაქვს ძალიან დამძიმებულიო, ამბობს და მოკლედ ძალიან შფოთავს. შეშფოთებულია რო იტყვიან. ძალიან ბევრს კამათობდით და გამოუვალ სიტუაციაში გამყოფებდათ, საუბრობს ტოქსიკურ ურთიერთობაზე და ეხლა აქვს პირში წყალი ჩაგუბებული და ვერაფერს ვერ გეუბნებათ. თუმცა ამბობს იმას, რომ თქვენ ხართ მისი სულიერი ადამიანი, აი სულიერი ადამიანი და ამომივარდა კარტი და თქვენ ხართ მისი საოცნებო ადამიანი, ვისთანაც უნდა ოჯახი, ოჯახში დაბრუნება, ოჯახის შექმნა, გაერთიანება, თქვენთან უნდა ცხოვრების გაგრძელება და ბავშვის დაბადება. რამდენად შესაძლებელია არ ვიცი, მაგრამ თუ კი ეს არაა შესაძლებელი შვილის ყოლა, მაშინ თუ კი ერთმანეთის შვილების მიღებაზე საუბრობს. კი, საუბრობს რომ აი ძალიან შევცდიო, თუმცა უნდა რომ კიდევ სცადოს ბედი თქვენთან. და თავიდან დაიწყოს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი, აი თქვენ შორის რაღაც ნაპერწკალი უკვე იყო, მოხდა ეს ნაპერწკალი, ანუ შეხვედრის ნაპერწკალი რაღაც და მოკლედ ამ ადამიანს უნდა რომ თანასწორ უფლებიანი ურთიერთობა და მეგობრობა და ჰარმონია სუფევდეს ურთიერთობაში. კიდევ რას გეტყოდათ? სერიოზულად უნდა რომ ეს ყველაფერი მიიღოთ თქვენც და სერიოზულად უნდა რომ იმოქმედოს. აი ძალიან ფასეული და აი ვაჟნას არის ძალიან ისეთი ადამიანი ხართ მისთვის, საჭირო ადამიანი ხართ მისთვის, ფასეული აი მხოლოდ შენ და შენთანო ამბობს. თქვენ ხართ მისი კარმა და აი სხვანაირად არ შეიძლება ჩემოც ვიფასებო. ამიტომ ამ ადამიანს უნდა რომ მოგიხადოთ ბოდიში და მეორე შანსს გთხოვთ. და აი უნდა რომ აი რაღაც თავიდან დაიწყოს ურთიერთობა, ეს ყველაფერი ცუდი გაუშვას, განთავისუფლდეთ ორივე რაღაც ცუდი ფიქრებიდან და ცუდი წარსულიდან და კიდევ მეორეჯერ სცადოთ ერთმანეთთან დაკავშირება. კარგით, მოდი ეხლა ვკითხოთ ჩემს დასტას. აი თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ შელახული გაქვთ პატივმოყვარეობა და აი თავი დაგაკარგვინათ რო იტყვიან, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი დანაკარგები მოგიტანათ, მოტყუებული ხართ მოგატყუათ და ძალიან გაუგებრობა იყო თქვენ შორის. როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო? გულის გატეხვა, ხალატი, ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ. თუმცა გამოიჩინეთ კეთილგონიერება და სიფრთხილე. აი გაუფრთხილდით თქვენს ფინანსებს, ეხლა თქვენ გადართული ხართ ფინანსებზე და გაუფრთხილდით ამ ფინანსებს და იზრუნეთ საკუთარ განვითარებაზე და შედეგებს მალე ნახავთ. ეს ადამიანი მაინც იბრძოლებს თქვენთვის, ასე რომ თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, დაკავდით მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და თქვენ ამით გაიმარჯვებთ მეგობრებო. იპოვეთ საკუთარ თავთან ბალანსი, დააბალანსეთ თქვენი შინაგანი სამყარო და აი ნახეთ, თქვენ ამით გამარჯვებული გამოხვალთ და დასრულდება თქვენთვის აი ეს რთული პერიოდი, აი და ესეც სიმშვიდეს მოიპოვებთ. თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ, როგორც უნდა მოიქცეთ, თქვენ გრძნობთ მეგობრებო, ამიტომ ენდეთ საკუთარ ინტუიციას და როგორც გული და გონება გიკარნახებთ, ზუსტად ისე მოიქეცით. მოკლედ თქვენ ძალიან კარგად იცით რაც უნდა გააკეთოთ, ასე რომ საკუთარ ცხოვრებაზე იზრუნეთ, საკუთარ სიამოვნებაზე, საკუთარ ბედნიერებაზე და ეს ადამიანი თავისით მოვა თქვენამდე, ასე რომ ბედნიერებას გისურვებთ და ყოველივე საუკეთესო გქონებდეთ ცხოვრებაში. მე კი გელოდებით კომენტარებში.